მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება აქ და დღეს მსურს შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემით, თუ რა უნდა იცოდეთ ახლა. გაშლა გვაქვს ორ ვარიანტიანი, პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ახლა დავარიგებ ტაროს არკანებს და ვნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ ახლა. რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა და რა უნდა იცოდეს ახლა მეორე ვარიანტმა. არჩიეთ სასურველი პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში, იმიტომ რომ პირადი კონსულტაციები ყოველთვის არის ბევრად უფრო ზუსტი, ბევრად უფრო მორგებული თქვენზე. ასევე ველოდებით თქვენს უკავშირს ენერგიების დაბალანსების მიზნით, ლაიქების, კომენტარების სახით და მოდით დავიწყოთ პირველი ვარიანტიდან. პირველი ვარიანტი თქვენ რა უნდა იცოდეთ ახლა და ამოვიდა კვერთხების დედოფალი. პირველ რიგში ქალბატონები ვინც მიყურებთ, თქვენ აქ უნდა იცოდეთ ის, რომ თქვენ ბევრად უფრო ძლიერი ხართ, ვიდრე თქვენ გგონიათ. თქვენ ხართ ძალიან სასურველი ადამიანი, ძალიან მაგიური და მაგნიტური ენერგეტიკის მქონე ქალბატონები. არ აქვს მნიშვნელობა არც თქვენს ასაკს, არც იმას თუ რამდენად მოგწონთ საკუთარი თავი, რეალურად თქვენ უნდა იცოდეთ ის, რომ ხართ ძალიან მაგნიტური. ამიტომაც თუ თქვენ საკუთარი თავი არ გიყვართ, არ მოგწონთ, დროა დაფიქრდეთ რატომ, დროა ჩაუღრმავდეთ ამ ყველაფერს და დროა, რა თქმა უნდა, შეიყვაროთ საკუთარი თავი. ხოლო მამაკაცები, ვინც მიყურებთ, აქ მე გეტყოდით იმას, რომ თქვენს გვერდით არის კონკრეტული ქალბატონი, კონკრეტული კვერთხების დედოფალი. ეს შეიძლება იყოს როგორც პარტნიორი ქალი, ასევე მეგობარი, ამხანაგი, მშობელი და არ ვიცი, ნებისმიერი ვიღაც. კონკრეტული ქალი არის ძალიან მაგნიტური ენერგიებით და თქვენთვის აქ არის ასეთი მესიჯი, რომ მეტად დააფასოთ კონკრეტულად ეს ქალი. კარგით, დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა უნდა იცოდეს ახლა პირველმა ვარიანტმა. არკანი თასების ზრვიანი, ხმლებისათიანი, თასების შვიდიანი და კვერთხების რაინდი. შეხედეთ მეგობრებო, არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ქალბატონი ხართ თუ მამაკაცი, მაგრამ თქვენს ირგვლივ, თქვენს სივრცეში სადღაც არის კონკრეტული ადამიანი, დიდი ალბათობით მამაკაცი, თუმცა ზოგი თქვენგანის შემთხვევაში ქალბატონიც რეზონირდება, რომელიც თითქოს ვერ აფასებს სათანადოდ თქვენს ენერგიას. გავიმეორებ, ეს ეხება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალბატონებს, ვინც ახლა მიყურებენ. არის თქვენ სივრცეში ასეთი ადამიანი, რომელიც თითქოს მუდმივად ცდილობს, რომ გააუფასუროს თქვენი მიღწევები, თქვენი სურვილები, თქვენი მიზნები, ზოგადად თქვენი შრომა. და ნახეთ, თუ თქვენ ხართ მამაკაცი, ახლა ვინც მიყურებთ, თითქოს ეს გაუფასურება, როდესაც მოდის თქვენკენ, თქვენ ამ გაუფასურებას გააზრებულად თუ გაუაზრებლად კონკრეტულ ქალზე გადაგაქვთ. აი წარმოიდგინეთ სიტუაცია, კონკრეტული ადამიანი არის თქვენ სივრცეში, რომელიც აუფასურებს თქვენ შრომას, აუფასურებს თქვენს თავს ზოგადად, თქვენს მიზნებს, თქვენს მიღწევებს და თქვენ ამაზე ბრაზდებით, იმ ადამიანს პასუხს არ სცემთ ან ვერ სცემთ გარკვეული მიზეზების გამო და კონკრეტულ ქალზე გადაგაქვთ ბოღმა, შეიძლება ასეც ითქვას, ნეგატივი. მოდით ასე ვიტყვი, იმიტომ რომ ბოღმა ყველასთან აქ არ არის, ხო? და ამას უნდა მიაქციოთ ყურადღება, ხოლო თუ თქვენ ხართ ქალბატონი, ამ შემთხვევაში ვიტყოდი იმას, რომ პირიქით თქვენ სივრცეში არის კონკრეტული მამაკაცი, რომელიც ვერ უმკლავდება საკუთარ თავს, ვერ უმკლავდება კონკრეტულ გაუფასურებას და ამის გამო ცდილობს თქვენს გაუფასურებას. რატომ უნდა იცოდეთ ეს? იმიტომ რომ პირველ რიგში გაუგოთ ამ ადამიანს, თუმცა მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ გაგება ავტომატურად იმას, რომ თქვენ მიიღებთ ამ ადამიანს და მიიღებთ მისი მხრიდან დამცირებას, რა თქმა უნდა, არაერთი შემთხვევაში არ ნიშნავს. უბრალოდ უნდა გაუგოთ და გაუშვათ ან საკადრისი პასუხი გასცეთ. იმიტომ რომ გავიმეორებ, გაუგოთ არ ნიშნავს ავტომატურად იმას, რომ კისერზე ისვამთ და ითმენთ მის ქმედებებს. გასაგები არის ტრავმა, გასაგები არის ყველაფერი, მაგრამ პირველ რიგში
ყოველი ჩვენგანი საკუთარ თავს უნდა გაუფრთხილდეს, ხო? იმიტომ რომ საკუთარ თავს თუ არ გაუფრთხილდები, სხვა ვერავინ ვერ გაგაფრთხილებს და სხვა ვერავინ ვერ გიშველეს. ასევე აქ აშკარად ხედავ ადამიანებს, რომლებიც არიან გარკვეულ ან ემოციურ კრიზისში, ან ხელოვნურ შემოქმედებით კრიზისში. განსაკუთრებით ეს აქტუალური იქნება ხელოვანი ადამიანებისთვის და პირდაპირ გეტყვით, რომ ეს კრიზისი ახლო მომავალში აუცილებლად დასრულდება, უბრალოდ ახლა ცხოვრების ამ ეტაპზე თქვენ გჭირდებათ მეტი დასვენება, მეტი შესვენება, გჭირდებათ ის, რომ დაასვენოთ საკუთარი ფსიქიკა, დაასვენოთ საკუთარი მდგომარეობა. თქვენ გამოხვალთ აუცილებლად ამ სიტუაციებიდან. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა. ძალიან არეული ვარიანტი იყო, იმიტომ რომ თითქოს ძალიან ბევრმა აირჩია, ძალიან ბევრმა სხვადასხვანაირმა ადამიანმა აირჩია პირველი ვარიანტი. კარგით, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე, ვინც ამოირჩია ვარდისფერი კვარცი და დავიწყოთ აბა. თქვენთან კი აქ მოვიდა უფროსი არკანი ვარსკვლავი. და პირველ რიგში კონკრეტულად ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმას, რომ რაღაც კონკრეტული თქვენი სურვილი, რაღაც კონკრეტული თქვენი ჩანაფიქრი, რაც თქვენ შეიძლება ფიქრობდით, რომ არის თქვენთვის მიუწვდომელი ან შეუძლებელი, უკვე პროცესშია სამყაროისეული თვალსაზრისით. უკვე გიახლოვდებათ ნელი ტემპით. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ახლო წარსულში გაგიკეთებიათ თუ არა რაიმე სახის მანიფესტაციები ან რამე მსგავსი, იცოდეთ, რომ თქვენი კონკრეტული სურვილი არის გზაში. და სამყაროში ზოგადად ხდება, იცით როგორ, ჯერ ხდება ყველაფერი ინფორმაციულად, ანუ ჯერ მოდის ინფორმაცია, ჯერ ყველაფერი იბეჭდება ასტრალურ პლანზე და შემდგომ ყველაფერი რეზონირებს რეალობაში. კარგი, დავამატოთ არკანები და ვნახოთ. ნახოთ აბა, რა უნდა იცოდეთ ახლა მეორე ვარიანტმა. არკანი პენტაკლების 6-იანი. უფრო სწორად უნდა გაანაწილოთ თქვენი დრო და თქვენი რესურსები. ყოველ შემთხვევაში ამაზე დაფიქრება უნდა დაიწყოთ. დაფიქრდით იმის შესახებ, თუ რაში მიდის თქვენი ძირითადი ენერგია, ან ვისში მიდის. ყველაფერი ჩვენ სამყაროში არის ენერგია, ხო? მათ შორის ისიც, როდესაც ჩვენ ადამიანზე ვფიქრობთ, ადამიანზე ვართ კონცენტრირებული, ამ დროს ჩვენ იმ ადამიანს ვაძლევთ ენერგიას. არ აქვს მნიშვნელობა ჩვენ ადამიანზე ნეგატიურად ვფიქრობთ თუ პოზიტიურად. იცოდეთ, რომ ამ დროს თქვენ გერთმევათ ენერგია და ეძლევა კონკრეტულად იმ ადამიანს, ხო? ამიტომაც ამ კუთხით უფრო ყურადღებით უნდა იყოთ და უფრო კარგად უნდა დაფიქრდეთ. დავამატოთ არკანები, რა უნდა იცოდეთ ახლა. მეორე ვარიანტი, არკანი სამყარო, არკანი პენტაკლების 8-იანი, არკანი კვერთხების 9-იანი. მეგობრებო, თქვენს რეალობაში იცით, შემოდის მეტი სტაბილურობა, მეტი სიმყარე, კარიერულად ან ფინანსურად. ვიღაცისთვის ორივეს კუთხით, ვიღაცისთვის მარტო კარიერულად ან მარტო ფინანსურად, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს რეალობაში ნელ-ნელა მოდის რაღაც გარკვეული ფინანსურ ან კარიერული სტაბილურობა, მეტი სიმყარე. და ნახეთ, პენტაკლების 6-იანიც და პენტაკლების 8-იანიც გვაქვს, ხო? მაგრამ მანამდე თქვენ უნდა ისწავლოთ თქვენი ენერგიის უფრო სწორი განაწილება. აქ თქვენ უახლოვდებით გარკვეულ კულმინაციას, თითქოს თქვენი ცხოვრების კონკრეტული ეტაპი უახლოვდება თავის კულმინაციას, უახლოვდება თავის ლოგიკურ დასასრულს, არა ნეგატიური თვალსაზრისით, არა პოზიტიური თვალსაზრისით, არამედ ჩვეულებრივი თვალსაზრისით, ხო? ანუ ხდება ეგეთი ინფორმაციული გადატვირთვა, რეფრეშინგი სიტუაციის და ამის გამო შეიძლება თავს გრძნობდეთ ცოტა მძიმედ, ცოტა დაკარგულად, ბოლომდე ვერ ხვდებოდეთ სად მიდის სიტუაცია, რა ხდება თქვენს ირგვლივ, მაგრამ იცოდეთ, რომ ყველაფერი მიდის უკეთესობისკენ. იმისკენ, რომ თქვენ დაიწყოთ და შეაბიჯოთ სრულიად ახალ რეალობაში. სულ ეს არის მეგობრებო, მე თქვენ ამაზე გემშვიდობებით, წარმატებები და ნახვამდის.